ხანძარი რუის ორმნისის ეპარქიაში ქოზიფას მამათა მონასტერში გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა მონასტრის სატრაპეზო, ბიბლიოთეკა, საწყობები და სტუმრების მოსასვენებლები. ხანძარი დაახლოებით 4 საათი გააგრძელდა იმის გამო, რომ ქოზიფას მონასტერი მაღალმთიან არეალშია, სახანძრო სამსახურმა დროულად მისვლა და ცეცხლის ლოკალიზება ვერ შეძლო. ქოზიფას მონასტერი ძამის ხეობაში ერთ-ერთი უძველესია, მის შესახებ ცნობები მე-15 საუკუნიდან ჩნდება. ღუმელიდან გაჩნდა, როგორც ასე ვარაუდით ასე შეიძლება ითქვას, რომ გუშინ საღამოთი 5 საათზე გქონდა ჩვენ ტრაპეზი და ტრაპეზში დავისვენეთ. ხამის თევით ის ვემზადებოდით, წერილოც უნდა ჩაგვეტარებია და სადღაც 10-ის ნახევარზე უკვე უცბად რაღაცა ცეცხლმა სითბომდება გაგვაღვიძა რა. გამოვედი და უკვე მთელი ეს შენობა, ეს ორსართულიანი შენობა სატრაპეზო ჩვენ უკვე ცეცხლში იყო გახვეული. აქ იყო სატრაპეზო, საწყობი, მეორე სართულზე იყო საერთო საცხოვრებელი, სადაც იყო ბიბლიოთეკა, რომელიც იყო ხისგან გაკეთებული და ძალიან სწრაფად დაიწყო. ალბათ 1 საათიც არ მონდომია ამ ხელა შენობის დაწვას.